რას უნდა ველოდოთ ბიტკოინის და ეთერიუმის ჩარტებიდან? სხვათაშორის მეგობრებო, ბიტკოინის და ეთერიუმის ჩარტები ძალიან საინტერესოდ გამოიყურებიან. არც თუ ისე ძლიერად, იმიტომ რომ გქონდა ესე ვთქვათ, არ დადაგები, ახალი წელი გქონდა, 25 დეკემბერი გქონდა შემდეგ და არ იყო ძალიან აქტივობა, ესე ვთქვათ, ჩარტებზე. ტრეიდებიც ძალიან ხარისხიანი ტრეიდები არ იყო, უფრო B ხარისხის ტრეიდები იყო, ანუ ტრეიდები მაგ დაყოფილი A, B და C ხარისხებად, A ხარისხებს და B ხარისხებს უმეტესად 1%-ით ვიღებ ხოლმე, A ხარისხებს ყოველთვის 1% რისკით, B ხარისხებს ხან 1%-ით, ხან 0.5-ით, ანუ ხშირად 0.5% ვიღებ ხოლმე და შემდეგ მოდის C და D ტრეიდები, C-ს 0.5 და D საერთოდ არ ვიღებ ხოლმე. Instagram-ზე მქონდა დადებული ჩემი ბევრი ტრეიდი, მოგებების და წაგებების რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტრეიდინგში ორივე არის და ესე ვთქვათ, წაგებების არ უნდა გწონდეს პირიქით, წაგებები ხშირად ხდება ხოლმე. თავარი არის რომ შენი საშუალო ყოველთვის იყოს მომგებიანი და ესე ვთქვათ, მუდმივობა ქონდეს ამ ყველაფერს და კონსისტენცი ქონდეს, რადგან შენ დააფიქსი რომ მოგება, რა თქმა უნდა, იქ დიდი მოგებებიც იყო, მაგრამ წაგებები ყოველთვის ერთი და იგივე იყო, ანუ ჩემი საფულის 1%. მოდი ახლა დავიწყოთ და განვიხილოთ, ესე ვთქვათ, ბიტკოინის ჩარტები. მოდი ჯერ განვიხილოთ daily, რა ხდება daily-ზე. daily-ზე გავარღვეთ ეს საინტერესო ლეველი, რომელიც ესე ვთქვათ, სიგნიფიკანტური იყო, ეს იყო ბოლო drop-off-ი, ესე ვთქვათ, რომელმაც წაგვიყვანა ლოკალურ low-ზე. საინტერესო არის ის, რომ ჯერ მინდოდა რომ ესე ვთქვათ, შეგვენარჩუნებინა ეს ლეველი, იმიტომ რომ ეს ლეველი ძალიან საინტერესო იყო. ხედავთ რომ აქ ქონდა ინტერაქცია და აქ იყო ლიკვიდიტი, ანუ ეს ვიკები ჩვენ გვეუბნება რომ აქ იყვნენ მყიდველები, მაგრამ მყიდველები არ იყვნენ ისეთი ძლიერები, იმისთვის რომ ფასი წასულიყო მაღლა და ანუ ესე ვთქვათ, კონსოლიდაცია გაევლო მაღლა და მე გაიგრძენებინა ესე ვთქვათ, ჩვენი ტრენდი, ანუ ჩვენი დიდი ტრენდის კონტინუეიშენი გაეკეთებინა. მით უმეტეს კიდე არ დადაგები იყო და ესე ვთქვათ, გქონდა დიდი გაყიდვის პრესური და ჩამოვედით ქვემოთ, დავკარგეთ ეს ლეველი, შემდეგ ხედავთ რომ გაიტესტა და აქ იყო ინტერაქცია კიდევაც, ანუ ჩამოვედით შემდეგ ქვემოთ და საინტერესო არის, რომ შევინარჩუნეთ ეს ლეველი. ანუ აქაც ლამაზი კონფირმაციები არის, შემდეგ ანუ აქედან თუ არ წავედით მაღლა, ანუ განვიხილავთ ტაიმფრეიმზე კიდე ლეველებს, მაგრამ კიდე განახევთ რა ლეველები არის ქვემოთ გასატესტა და რა ლეველები შეიძლება გაიტესტოს. შეიძლება გაიტესტოს 99 ლეველი და 87 ლეველი, რასაც არ გამოვრიცხავ იმ შემთხვევაში თუ აქ ჩვენ ანუ ეს ლეველი და ეს ლეველი თუ არ გავარკვეთ, იმიტომ რომ ეს ორი ლეველი არის სიგნიფიკანტური ლეველები, ანუ ძალიან ძლიერი ლეველები და იმ შემთხვევაში შეიძლება გაირღვეს ძალიან უცბად, ძალიან ადვილად, თუ ტრომპს, ესე ვთქვათ, თუ ტრამპი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომ ესე ვთქვათ, გქონდეს ახალი იმპულსი, რაც სრულად შესაძლებელია და ჩემი აზრით ეგრეც მოხდება, იმიტომ რომ ეს რომ მოვაკვე ხელისუფლებაში, ბიტკოინს რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე შეიძლება ქონდეს ძალიან პოზიტიური რეაქცია. მოკლედ რა ხდება? კარგი არის ის, რომ ჩვენ აი სიგნიფიკანტური ლეველი გავარღვეთ, აი ამ one levels გავაკეთოთ. ეს ფერი. ხედავთ აქ რომ ბევრი კონფირმაციები გვაქვს, ანუ ბევრი შეხებები გვაქვს, აქაც ხედავთ რომ მქონდა ესე ვთქვათ, volume node, რომელიც ესე ვთქვათ, აქ შეჩერდა ინტერაქცია ქონდა და მე ერთ ჯერზევე გაარღვია. ხედავთ აქ ბევრ კონფირმაციებს, ბევრ შეხებებს. ანუ გავარღვიეთ თუ არა გაიტესტა და წავიდა მაღლა, შემდეგ აქ იყო გატესტვა, ყიდვა, ანუ ეს ვიკები გეუბნებიან რომ აქ იყვნენ მყიდველები, ესე იგი ამ ლეველს ბევრი უყურებდა და გაიყიდა. შემდეგ დავკარგეთ ეს ლეველი და ყველა საინტერესო რაც არის ის რომ შემდეგ ეს ლეველი გაიტესტა და აქ მოხდა ინტერაქცია, წამოვიდა ქვემოთ. ისევ გაიტესტა, წამოვიდა ქვემოთ, აქაც გქონდა ინტერაქცია და შემდეგ გავარკვევთ, ასე რომ ეს ლეველი არის ძალიან ძლიერი და ძალიან სიგნიფიკანტური. მოდი ახლა განვიხილოთ, თუ სად შეიძლება ფასი კიდე წავიდეს და რას უნდა ველოდოთ საერთოდ მომავალ დღეებში. ეს ლეველი გავარღვეთ, რაც ძალიან კარგი არის, daily-ზეც გაირღვა. ანუ daily-ზე ეს გაირღვა, მაგრამ ანუ ჯერ არ დაგვიდასტურები, ანუ რა შემთხვევაში დადასტურდება. ანუ არის ეს ლეველი, ეს სანთელი თუ გაიხსნა და დაიხურა ამ ლეველის მაღლა, მაგ შემთხვევაში ამ ლეველის გარღვევა დადასტურდება და იქნება პოზიტიური, ესე ვთქვათ, ნიშანი, რაც ჩემი აზრით მოხდება, იმიტომ რომ
თუ არ მოხდა, ჩვენ უნდა გვქონდეს 3%-იანი, 2.5%-იანი დროპი აქედან 2.20 რო დავაზუსტოთ, რაც შეიძლება, მაგრამ იმედი არ მოხდება. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ rejection-ი, აქ მინდოდა სხვათა შორის შორტის აღება, მაგრამ არ შემივსო და ტრეიდი ავიღე. ჩემი შორტი გამოიყურებოდა ესე, რა თქმა უნდა, scalp შორტი იყო და 0.5%-იანი. აი ესეთი შორტის აღება მინდოდა, reward იქნებოდა აქამდე. კაი მსუხა შორტი იქნებოდა, მაგრამ არ შემივსო და ეს შორტიც გავაუქმე. რატო გავაუქმე? იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ფასი ამოსულიყო და აქ სადაც ახლა აქ ჩამოვიდა, აქ უნდა დავიფიქსირებინა პროფიტი. შემდეგ აქ დავაფიქსირებდი პროფიტს აქ და დანარჩენ პროცენტს დავტოვდი, მაგრამ რახან ფასი აქ უკვე ჩამოვიდა, ჩემთვის ეს ტრეიდი აღარ იყო საინტერესო, იმიტომ რომ აქ რო იყო ჩამოსული, ანუ აქ ასულა და აქ ჩამოსულა, მე უკვე აღარ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო, ასე რომ ეგ ესე ვთქვათ, ეს ტრეიდი გავაუქმე, მაგრამ ველოდები ახლა liquidity longs. რას ნიშნავს liquidity longs? Liquidity longs ნიშნავს, რომ ნახეთ, ესე ვთქვათ, 3 წუთიანზე, 5 წუთიანზე და 15 წუთიანზე შენ ვერ ხედავ, რომ აქ ქვემოთ ლეველი არის გასატესტი, ანუ უმეტესი ნაწილი ელოდება აი აქ ჩამოსვლას, რაც სრულიად შესაძლებელი არის, ანუ ჩვენ გვაქვს აქ დიდი demand zone, ანუ მოთხოვნის ზონა, სადაც ბევრი მყიდველები იქნებიან აი აქ. შეიძლება ფასი აქ შეჩერდეს და წავიდეს იქ რომ მაღლა, ან შეიძლება ქვემოდან აიღოს liquidity და შემდეგ ესე ვთქვათ, გააგრძელოს მაღალ და მაღლა სვლა. მაგრამ ჩემი აზრით ფასი აქაც შეჩერდება, იმიტომ რომ ჩემ დათაზე დაყრდნობით, რომ ესეთი ტრეიდებს ძალიან ხშირად ვიღებ ხოლმე, ესეთი ტრეიდების სადღაც 80%-ზე მეც აქვს ხოლმე დადებითი მაჩვენებელი, ანუ ესეთი აღებული ტრეიდების 80%-ზე მეტი არის ყოველთვის დადებითი ხოლმე და ყოველთვის ვაფიქსირებ ხოლმე ამ ტრეიდებში მოგებას. მოკლედ რა ხდება, ეს rejection-ი რაც აქ არის, მე არ მომწონს, ანუ თუ აქ დავარეჯექტეთ, შემდეგი ესე ვთქვათ, შემდეგი სტოპი, შემდეგი გაჩერება იქნება აი აქ, აი ამ green box-ში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 2 წამის წინ თქვი რომ ეს იყო ძალიან სიგნიფიკანტური ლეველი, ვხედავთ აქ რამდენი შეხებები აქვს. რა თქმა უნდა, low time frame-ზე, high time frame-ზეც ეგრე არის, ნახეთ რამდენი შეხებები აქვს. daily-ზე შეხებები აქვს, ანუ რაც უფრო მაღლა დიხარ time frame-ზე, მით უფრო სიგნიფიკანტური არის. ესე ვთქვათ, ლეველი ვხედავთ რომ ძალიან ბევრჯერ არის გატესტილი. და ესე ვთქვათ, ვიცით რომ აქ იქნებიან მყიდველები. შეიძლება აქ აგრესიულად იყიდო, ან შეგიძლია დაელოდო, რომ შეიძლება liquidity-ის აღებაც მოხდეს აქ და მე წავიდეს ფასი მაღლა. გააჩნია შე როგორი ტრეიდერი ხარ და რა გინდა გააკეთო. თუ დავარეჯექტეთ აქ, იმედი აქ, ესე ვთქვათ, შეინარჩუნებ სამ სუპორტს და ამის ქვემოთ არ ჩამო, ამის ქვემოთ ჩამოვა და ვერ შევინარჩუნეთ ეს სუპორტი, შემდეგ შეგვიძლია ვიხილოთ ისე 95 კალებელი, რაც აღარ იქნება, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იმიტომ რომ აქ ჩვენ უკვე ვიყავით. და მე შეგვიძლია ვფიქროთ, რომ ქვემოდან აიღებს liquidity-ს, რისიც ესე ვთქვათ, ანუ price action-ზე რო დავეყნოთ, სრულიად შესაძლებელი არის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფუნდამენტალურ ცვლილებებს, რაც ამერიკაში მოხდება, ანუ ტრამპის მოსვლა ოფიციალურად, ამ ყველაფერს ჩემი აზრით ექნება პოზიტიური გავლენა და შეიძლება ბიტკოინმა ჩვეულებრივად გააკეთოს ახალი, ესე ვთქვათ, ზრდა, ახალი ბამპი და შემდეგი ლეველი, ანუ ხედავთ რომ აქ გქონდა ინტერაქცია, იმიტომ რომ აქაც გქონდა ლეველი, რომელიც გასარღვევი იყო და ვიცით რომ ინტერაქცია იქნებოდა. თუ გავარღვევთ ეს ლეველი, daily-ზე უნდა გავარღვევთ, რა თქმა უნდა. daily-ზე აქ არა ჩანს. 4 საათიანზე უნდა გავარღვევთ, 4 საათი რას ნიშნავს გარღვევა? კიდევ ერთხელ ავხსნი, სამთელი უნდა გაიხსნას და დაიხუროს ამ ლეველის მაღლა. სამთელი უნდა გამოიყურებოდეს ესე. არცთვის ლამაზი ესე ვთქვათ, ნახატი არის, მაგრამ მოიცადეთ უფრადულად რომ აგიხსნათ. ვთქვათ რომ ეს ლეველი არის ესე, ნახეთ ეს გარღვევა არ არის, იმიტომ რომ სამთელი არ გაიხსნა და არ დაიხურა ამ ლეველის მაღლა. თუ ლეველი არის აქ, ნახეთ აქ უკვე გარღვევა მოხდა, იმიტომ რომ ნახეთ ეს წითელი სამთელი გაიხსნა და დაიხურა ამ ლეველის მაღლა. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს სამთელი რა ფერის იქნება, მთავარია გაიხსნას და დაიხუროს ამ ლეველის მაღლა. თუ სამთელი გაიხსნა და დაიხურა ამ ლეველის მაღლა, შემდეგი სტოპი გვექნება აი აქ, აქაც გვექნება აუცილებლად ინტერაქცია ჩემი აზრით და შემდეგი ინტერაქცია გვექნება აი აქ. თუ გავარღვევთ უკვე ჩვენ შევეჯახებით აი აქ, ისევ შემდეგ აქ შორტები იქნება საინტერესო და აქ ლონგები იქნება საინტერესო,
ეხლა ამ შემთხვევაში ლონგები არის აქ საინტერესო, ეს რა თქმა უნდა მე რასაც ვიღებ არის აი აქ scalp ლონგი, მაგრამ კარგი მსუყე ლონგები იქნება აქ საინტერესო. ეხლა კიდე შორტები არის საინტერესო, რა თქმა უნდა მე შევეცადე შორტის აღება, მაგრამ არ შემივსუდა გავაოქმე ჩემი შორტი. მაგრამ ვინც ტრეიდერები არიან და ცდილობენ რომ day trading-ით გააკეთონ ესე ვთქვათ ფული, შორტები იქნება აქ საინტერესო და ლონგები აქ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ეს გავარღვიოთ, იმიტომ ფას მაგ თუ დაიწყო მოძრაობა, ეს იქნება წინაღობა და ეს იქნება მხარდაჭერა, სადაც მხარდაჭერა რა თქმა უნდა ვეძებთ ლონგებს და წინაღობაში ვეძებთ შორტებს. ნახოთ რამდენი განსხვავება 2%-იანი ტრეიდები, რაც იდეალურია, კარგი მსხვერპლი ტრეიდები იქნება. შემდეგაც უბრალოდ იგივე ხდება თუ აქ გავარღვიეთ, იგივე ხდება, ანუ აქ იქნება შორტები შენდასასიკეთოთ და აქ იქნება ლონგები შენდასასიკეთოთ, ანუ ლონგების აღებას შევეცდები აქ და შორტების აღებას შევეძლები აქ და ნახოთ რამდენი პროცენტიანი იქნება 2%-იანი სავარაუდოდ. კი, კაი მსხვერპლ ტრეიდები იქნება, ასე რომ კარგ ვოლატილურ კვირასველი, კარგ ვოლატილურ თვესველი და საერთოდ პერიოდსველი ველი, იმიტომ რომ ბევრი რამე შეიცვლება. საერთოდ ეკონომიკაში ბევრი რამე იცვლება, ჩარტებზეც ბევრი რამე იცვლება, ანუ ყველაფერს ბევრი რამე იცვლება და ველოდები ძალიან ვოლატილურ წელს, საერთოდ 2025 წელს, რაც ძალიან საინტერესო არის და ყველას გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური პროფიტი გააკეთოთ ამ ვოლატილობაზე. რა თქმა უნდა, თუ მოიქცევით გონიერად, თუ არა ყოფთ ემოციებს, ძალიან გიჟებები უნდა გააკეთოთ, რომ მოგევართ, აფიქსიროთ და ეს ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ არ გამოიყენოთ. კიდევ ერთხელ გავიმევართ მეგობრებო, თუ რა შეიძლება მოხდეს, ანუ ჩვენ ახლა აქ ვეჯახებით ამ ლეველს, რომელიც არის ძალიან სიგნიფიკანტური. თუ ვერ გავარღვიეთ, ანუ თუ ვერ გავარღვიეთ, ჩვენ სავარაუდოდ ჩამოვალთ ქვემოთ, ქვემოდან ავიღებთ ლიკვიდიტეტს და შევეცდებით ქვემოდან წამოსული ფულით ისევ შევეჯახოთ ამ ლეველს და გავარღვიოთ. ანუ ჩვენ აქ რას ვეძახით, აქ ვეძახი ხოლმე ესე ვთქვათ საწვავის ჩასხმას, ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ფული აიღო აქედან, რას ნიშნავს ფულის აღება, ჩვენ ვუცით რომ აქ არის ორდერები დადებული, იმიტომ რომ ეს არის ახლა მხარდაჭერა, არის ორდერები დადებული, აქ ჩამოდის ფასი, ორდერები ივსება და ახალი ფულით, ანუ საწვავით ჩავასხით და ახალი ფულით შევეცდებით რომ გავარღვიოთ შემდეგ ეს ლეველი, ანუ აქ ახლა ჩვენ გვაქვს rejection-ი, რაც არც ისე პოზიტიურია. შალოთ ყველაფერი რომ ადვილად ასახსნელი გამოვიდეს. კარგით, zoom-ი გავაკეთოთ. ანუ ჩვენ აქ გვაქვს rejection. მე რა თქმა უნდა აქ მაქვს ჩემი ესე ვთქვათ ტრეიდი დადებული. თუ აქედან ვერ შევძელით და ვერ გავარღვიოთ, აუცილებლად ჩამოვალთ ქვემოთ და აქ ვნახავთ supports. აქედან შემდეგ კიდე ამოვალთ ამ ლეველზე, თუ ვერ გავარღვიოთ, ანუ აღარანაირი საბაბი აღარ გვექნება რომ ჩვენ აქ შევჩერდეთ და სავარაუდოდ შევძლებთ ქვემოდან ავიღოთ ფული. ანუ აქ არის ყიდვის შანსი, თუ მოხდა და გავარღვიეთ ეს ლეველი, შევეჯახებით ამ ლეველს, ამ ლეველის გარღვევაც თუ მოხდა, შევეჯახებით ამ ლეველს და შემდეგ უკვე შეიძლება ახალი ალტაიმი აიცნახოთ ბიტკოინს. მოდი ახლა გადავიდეთ ეთერიუმს. ეთერიუმი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ეს ძველი ჩარტი არის, ანუ ძველი ჩახაზულებია. აქ მქონდა ეს ლეველი და ხაზული, სადაც ვთქვი რომ ეთერიუმი გახდებოდა ძლიერი. ჩვენ აქ ხედავთ უკვე ნელ-ნელა კონსტრუქციის შემოტრიალებას. რას ნიშნავს კონსტრუქციის შემოტრიალება? ნახეთ, ჯერ არის ხოლმე ესეთი დიდი იმპულსები, მერე იმპულსები პატარავდება ხოლმე, ეგ ნიშნავს იმას, რომ გამყიდვლები, ესე ვთქვათ, აღარ არიან ძლიერები და შემდეგ ესე ვთქვათ, ხდება კონსტრუქციის შეცვლა. ეს არის პირველი სტადია კონსტრუქციის შესვლის. შემდეგ არის ამ კონსტრუქციის და ამ ტრენდის დადასტურება, რომ ჩვენ უკვე ვიმყოფებით ამ ტრენდში. ეს ყველაფერი უკვე ნელ-ნელა უფრო და უფრო ესე ვთქვათ, თვალსაჩინო ხდება, იმიტომ რომ აქ გქონდა ესე ვთქვათ, პატარა კონსოლიდაცია 4 საათიანზე. გავარღვიეთ ეს ყველაფერი, შემდეგ ჩამოვედით, გავაკეთეთ. ანუ ეს გქონდა low, high და ეს გავაკეთეთ ახლა უკვე higher low, ანუ ეს არის პირველი კონფირმაცია და მაჩვენებელი იმის, რომ ჩვენ შეიძლება ტრენდი შემოვატრიალოთ. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს ტრენდი დადასტურდეს, ჩვენ ახლა გვჭირდება higher high, ანუ ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ლეველი. შემდეგ უნდა გავდესოთ და გავაგრძელოთ მე მაღალ და მაღალს. ანუ ჩვენ თუ გავაკეთეთ higher high და შემდეგ კიდე higher low, ეს გვეტყვის იმას, რომ ჩვენ უკვე ტრენდი შემოვატრიალეთ და ეთერიუმი გახდება ბიტკოინზე ძლიერი და ეთერიუმი დააფიქსირებს დიდ მოგებებს. ანუ ბიტკოინზე ძლიერი რაც ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ
თუ ერთ დღეში ბიტკოინი დააფიქსირებს 5%-იან ზრდას, ეთერიუმმა შეიძლება დააფიქსიროს 10%-იან, 15%-იან და ასე შემდეგ. ასე რომ ეთერიუმს და ბიტკოინის ჩარტებს რო დავეყნოთ, ეთერიუმმა შეიძლება უკვე კარგი ზრდები ანახოს, რა თქმა უნდა, გვჭირდება დუბლ კონფირმაცია, ანუ თქვი რომ გვაქვს low, გვაქვს high, გვაქვს higher low, ახლა გვინდა გავაკეთოთ higher high, შემდეგ კიდე higher low და ეს ყველაფერი უკვე იქნება დაზუსტებული და შეგვიძლია შემდეგ უკვე დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეთერიუმი გააკეთებს იმას, რასაც ბევრი ელოდება და სხვათა შორის მეც, იმიტომ რომ როგორც იცით, ჩემი ბიტკოინების დიდი ნაწილი გავყიდე და ვიყიდე ეთერიუმი. იმიტომ რომ მე ამ ბაზარზე ვარ მოგების დასაფიქსირებლად და არა იმიტომ რომ ბიტკოინი მიყვარს. რაც შეეხება ეთერიუმს, აი მეგობრებო, ეს ჩარტი დავდე, ანუ ამ ლოჯი და ხატულების გარეშე ეს ჩარტი დავდე. რა თქმა უნდა, low time frame-ზე არის, მაგრამ Instagram-ზეც დავდე და ნახეთ უბრალოდ რა ლამაზი არის price-ში. ანუ ფასი ყოველთვის, ანუ ფასი სადაც ჩერდება, იქ ტყუილი უბრალოდ არ ჩერდება ხოლმე და ანუ რაღაცა მიზეზის გამო ჩერდება ხოლმე. და ნახეთ რა ლამაზი არის, მე ამას ვეძახი ბლოკებში ვაჭრობას, ანუ ხარ ამ ბლოკში, range-ში. როცა კარგავ ამ range-ში, შემდეგ ტესტავ ამ range-სევ და ჩამოდი ხარ ისევ ქვემოთ, ანუ ნახე შენ დაკარგე ეს range-ი, შეგიძლია გატესტო, რაც გააკეთე აქ, აქ იყო შორტი, წამოხვედი ქვემოთ. შემდეგ შევედით მაღლა, აქ გავაკეთეთ range-ი, დავკარგეთ range, ჩამოვედით ისევ ამ range-ში, ანუ გავტესტეთ ეს range-ი, იმიტომ რომ ეს range რო გაარღვი, ისევ გაიტესტა. შემდეგ აქ გქონდა ეს კომპრესია, შემდეგ აქ ისევ range დავკარგეთ range, შეგეძლო აქ შორტის აღება, ჩამოვედით ისევ აქ აი ქვემოთ range-ზე, იმიტომ ნახეთ, ფასი აქ ტყუილ უბრალოდ არ შეჩერდა და აქ ტყუილ უბრალოდ არ გააკეთა range, აქ გააკეთა range, იმიტომ რომ აქაც გქონდა range და ეს ნახეთ, რო ესე ვთქვათ, გამოუწიოთ აქეთ, სუსტად ერთი და იგივე range არის და ეს არის price action-ის სილამაზე, რომ ფასი არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება ტყუილი უბრალოდ. ანუ იქ ჩერდება, იმიტომ რომ ისტორიაში იყო ისეთი ფასის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ასე ვთქვათ, ფასი მიდის ისევ იქ და ეძებსყიდველებს არ გამყიდველებს. ანუ ნახეთ აქ რა ხდება, აქაც გქონდა range-ი, ახლა ვკარგავთ ამ range-ს და შეიძლება ფასი ჩამოვიდეს ისევ აქ და ისევ აქ გააკეთოს range-ი, რაც შეიძლება, ანუ ესეთი range იყოს. ან ქვემოთ, ან უფრო ქვემოთ გააკეთოს range. ანუ ჩვენ მე ახლა როგორც ტრეიდერი გეტყვით რა შეიძლება მოხდეს, გასატესტი ადგილი გვაქვს აქ, მაგრამ ძალიან ესე ვთქვათ, ცუღლუტი ვოლიუმები გვაქვს აქ, volume node-ები, რომლის გატესტვით შეიძლება, ანუ ეს არ მიმაჩნია ისეძლიერად, მაგრამ იყოს მაინც შეიძლება გატესტვა. ამ ტრეიდს მე პირდაპირ არ ავიღებდი, დაველოდებოდი ფასში კონფირმაციას, მაგრამ აი აქ ჩვეულებრივად ავიღებდი პირდაპირ ტრეიდს, იმიტომ რომ ეს არის liquidity თამაში და ჩვეულებრივად შეიძლება ფასი აქ ჩამოვიდეს და წავიდეს ეგრევე მაღლა და ესე ტრეიდებში კეთდება ყველაზე დიდი მოგებები მეგობრებო, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში როცა ვიღაცა long შედის ან აქ, ან აქ, ან არ აქვს მნიშვნელობა აქ, ან აქ, უმეტეს შემთხვევაში ისინი stop loss დებენ ხოლმე აი აქ და აი აქ. მაგრამ ამას ყველანი ხედავს, რა თქმა უნდა და liquidity თამაში რო ხდება ხოლმე, ყველას გასტოპავენ ხოლმე, აქ შეუსებენ, აი ესე ვთქვათ, ჭკვიან ტრეიდერებს ხოლმე ფასში და მე გააგზავნებს ხოლმე ფასი მაღლა ზრდას, მაგრამ ესეთი volume node აქაც გვაქვს ქვემოთ, აი აქ, ესეც შეიძლება რა თქმა უნდა შეივსოს და კიდე გვაქვს აი აქ. სხვათა შორის ეს ტრეიდი მე მინდო, ამ ტრეიდის ახება მინდოდა, მაგრამ არ შემივსო, იმიტომ ნახეთ, შენ შეგეძლო აქ აგეღო ესე ვთქვათ, აგრესიული და შეგივსებდა ან აქ, ან აქ. იმიტომ ამ liquidity თამაში ყოველთვის კარგი არის მეთქი და ნახეთ შენი რევარდი რამხელა იქნებოდა 3%-ზე მეტი. ვთქვი აქ გავზომოთ. პლუს მინუს 4.9%-იანი, რაც risk reward-ს გადავთარგმნოთ. stop loss-ი მეყნა. პლუს მინუს აი აქ. ნახეთ რა კარგი reward-ი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა არ შემისო, იმიტომ რომ დეფენსიური entry მქონდა. აი აქ იყო ჩემი entry პლუს მინუს და ნახეთ არ შემისო, რაც სამწუხაროა, მაგრამ ტრეიდინგში ყველაფერი ხდება. მოდი ახლა განვიხილოთ high time frame-ზე, ნუ ეს რაც შეეხება low time frame-ზე. 15 წუთიანზე განახეთ ეს ყველაფერი, უბრალოდ price action-ის სილამაზე, ანუ ძალიან ლამაზია, ძალიან უყვარს მე ეს თამაში, ანუ ტრეიდინგით მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, ამიტომ გაგიზიარეთ ეს ყველაფერი low time frame-ზე. გადავხედოთ high time frame-ზე, რაც არც თუ ისე პოზიტიურად
მოიყვება, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, დავხაზოთ ლეველები. აი, drop off-ი, რომელიც ორჯერ დავარეჯექტეთ და ჩამოვედით ქვემოთ. საინტერესო ლეველი აქ. საინტერესო ლეველი აქ. საინტერესო ლეველი აქ. საინტერესო ლეველი აქ. კი ბატონო, ეს ყველაფერი გვაქვს. საინტერესო ლეველები უნდა გადავიდეთ 4 საათიანს და ზუსტად ისეთი რეჯექშენი გვაქვს, როგორც ბიტკოინზე. ანუ დიდი რეჯექშენი არის და რა შეიძლება აქ მოხდეს, ნახეთ ახლა რა ხდება აქ მეგობრებო. ეს არის retracement, ეს არის აქ ესე ვთქვათ liquidity-ის აშენება, ამას ვეძახ ხოლმე liquidity-ის აშენება და რას ნიშნავს ეს? როცა ფასები ესე ანუ ზედმიყონებით არის ხოლმე, ესე ვთქვათ, აი ესეთი რაღაც ხდება ხოლმე, ადის ფასი ესე ნელ-ნელა მაღლა და მე უზბად ხდება ხოლმე ესეთი ფლუში და მე აგეძლებს ხოლმე კიდე მაღლა და მაღლა სვლას, იმიტომ რომ აქ ყველგან არის ესე ვთქვათ stop loss-ები დაყენებული, აქ არის stop loss-ი, აქ არის და შეიძლება ჩორებივად როგორც low time frame-ზე განახეთ, რომ აქ შეიძლება ყველა stop loss-ი გაიჰიტოს მეთქ და შემდეგ აქამდე ჩამოვიდეს ფასი, აქამდე ან უფრო ქვემოთ, ანუ აქ შეიძლება ეს node-იც შეივსოს, რომელიც მე წეღან არ შემისვა, ან უფრო დიდი ესე ვთქვათ ფლუში გქონდეს, ანუ ამ ყველაფერს ესე ვთქვათ მე უკვე ხედავ, რაც შეიძლება მოხდეს. ანუ პოზიტიურად ეს ჩარტი არ გამოიყურება, იმიტომ რომ ჩვენ ვარეჯექტებთ, ესე ვთქვათ, ამ significant levels, რომლის გარღვევაც აუცილებელი არის იმისთვის, რომ ჩვენ გავტესტოთ აქ ისევ ეს ლოკალური high, რათა შემდეგ გავარღვევ და გავაკეთოთ all time high. ანუ რა ხდება ახლა? ჩვენ გვინდა ამ ლეველის გარღვა, თუ არ გავარღვევთ ეს ლეველი, რა შეიძლება მოხდეს? მოხდება ეს, რომ ჩვენ ამას სუმთლიანად გავფლუშავთ, ანუ შეიძლება ერთი დიდი დროპი იყოს, ერთი დიდი დროპი გაკეთდეს და სად შეიძლება ფასი შეჩერდეს? ფასი შეიძლება შეჩერდეს ან აი აქ, ან უფრო ქვემოთ აი აქ. აქ სხვათა შორის არანაირი კარგი ლეველი არა გვაქვს. ჩემი აზრით ეს თუ არ შევინარჩუნეთ, აი აქ თუ არ შევინარჩუნეთ და ამას ამ ლეველის მაღლა თუ არ დავჭით, ჩემი აზრით აუცილებლად ჩამოვალთ აი აქამდე და აქ შეიძლება მე ლონგების პოვნა, რაც არც თუ ისე პოზიტიურია, იმიტომ რომ ჩვენ ქვემოდან მოვდივართ და აქ რო არეჯექტებ, ესე ვთქვათ, high time frame trends, ესე ვთქვათ, ისე ვაგრძელებ, იმიტომ რომ ჩვენ აქედან მოვდივართ ქვემოთ და შეიძლება მე უბრალოდ ეს high time frame trend-ი გააგრძელო, რაც არც თუ ისე პოზიტიური და არც თუ ისე კარგი არის. ანუ რა შეიძლება მოხდეს? აქედან დავრეჯექტეთ უკვე, რასაც აქ ხედავთ, მას შეიძლება გაჩერდეს აქ და წავიდეს მაღლა, ჩამოვიდეს ქვემოთ და ესე ვთქვათ, ისევ ჩავასხათ აქ დიზელი და წავიდეთ მაღლა. კიდევ ერთხელ გამეორებ, რომ ტრამპის მოსვლამ შეიძლება ეს ყველაფერი შეცვალოს და უბრალოდ უმიზეზოდ გქონდეს დიდი პამპი, რაც რა თქმა უნდა უდიდეს პოზიტივს შემოიტანს კრიპტო ბაზარზე. მაგრამ თუ ფასმა თვითონ ფასს ქონდა ესე ვთქვათ პოზიტივის შემოვიდა და ფასმა ესე ვთქვათ აგრესიული ლეველები დაიჭირა, რაც შეიძლება პოზიტიური და ჩვენ გავარღვიოთ აი ეს ლეველი რო გავარღვიოთ, ჩემი აზრით ეგრევე გავტესტავთ 4000 სკა ლეველს და შემდეგ აქაც თუ გავარღვიოთ, მაგრამ მე რო ვნახავთ all time high-ს და all time high, ანუ უკვე იმდენი ხანი ვზივართ ჩვენ აქ all time high-ს ქვემოთ და იმდენი ხანი გავდივართ, ესე ვთქვათ, ხან range-ებს, ხან downtrend-ებს და ასე შემდეგ. გავარღვევთ თუ არა, ესე ვთქვათ, აი ამ levels-ს. შევთ ყველაფერი. ჩემი აზრით, აი ამ levels-ს გავარღვევთ თუ არა. ეს ლეველია საინტერესო და ეს აქ box გავაკეთებ. აი ამას რო გავარღვევთ, ანუ რა თქმა უნდა all time high-ზე უკვე შორს აღარ ვიქნებით. ანუ all time high-დან უკვე შორს აღარ ვიქნებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი იმპულსი. შეიძლება ერთჯერზე გქონდეს ესე ვთქვათ 20-30%-იანი ან შეიძლება 50%-იანი ზრდაც.
ანუ არ გამოურიცხავ არაფერს, იმიტომ რომ აქ უკვე იმდენი ხანი ვართ, იმდენი ხანი ვერ ვარღოთ, ესე ვთქვათ. All-time highs რომ ამას გავარღოთ თუ არა, ძალიან ადვილად შეიძლება გქონდეს უდიდესი, ესე ვთქვათ, იმპულსი. ეს ასე მეგობრებო, ესეც ჩვენი ეთერიუმის ანალიზი, ველოდები ახლა აქ რას გააკეთებს, ეთერიუმზე ჯერჯერობით შორტს არ ვიღებ, ანუ ველოდები რომ ბიტკოინზე მიდევს უკვე ორდერი, ის დეფენსიური ორდერი, liquidity ორდერი, რომელიც გითხარით, ეთერიუმზე შესაძლებელი არის liquidity ორდერი, liquidity trade-ის თამაში, მაგრამ რახან ბიტკოინზე ვთამაშობ, ეთერიუმზე აღარ ვითამაშებ, იმიტომ რომ ეთერიუმზე ჯერ ეს ერთი რამოდენიმე გვაქვს გასატესტი, ერთი ესა და აქაც გვაქვს კიდე ქვემოთ liquidity თამაში და კიდე აქაც გვაქვს. ანუ თავიდან ტრეიდი, რომელიც მე გითხრით, ანუ ეს ყველა liquidity თამაშია და რახან ბიტკოინზე მაქვს აღებული, უკვე ეთერიუმზე აღარ ავიღებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ გავისტופე ორმაგ რისკს ვიღებ, რაც არ არის შემთხვევით, როგორც ტრეიდერი საინტერესო, რა შემთხვევაში ავიღებ ეთერიუმზე ტრეიდს, თუ გაჩერდა ამ რომელიმე ლეველზე და თვითონ in price construction-ი თუ გქონდა და ესე ვთქვათ, reversal-ი თუ გქონდა, ანუ ჩამოვიდა ფასი და ესეთი reversal-ი თუ გქონდა, ანუ თუ გავარღვიეთ ეს ბოლო drop-off-ი, გავაკვეთეთ higher high, შემდეგ higher low-ზე ავიღებ, ან შემდეგ ავიღებ double კონფირმაციაზე. კიდე სანამ დავამთავრებ ამ ვიდეოს, აგიხსნით რას გულისხმობ ამ double კონფირმაციით. ანუ ჩვენ გვაქვს ლეველი, ხო? მაგრამ პირდაპირ ორდერის დადება არ მინდა ამ ლეველზე, იმიტომ რომ ძალიან შორიდან მოვდივართ და ვიცი რომ ბევრი ორდერი შემიძლია დავდო და ანუ არ ვიცი რომელი ავიღო და რომელი იქნება პოზიტიური, ამიტომ ველოდები რომ ფასი შეჩერდეს სადმე რომელიმე ლეველზე. ანუ შეიძლება ფასი აქ შეჩერდეს აქ და ანუ მე ველოდები რომელიმე ლეველზე შეჩერდეს. თქვათ მაგალითად გააკეთა აქ დროპი, აქ არ შეჩერდა, აქ შეჩერდა, მაგრამ არა მაქვს კონფირმაციები და ვერ ვხედავ სიძლიერეს რომ აქ ვიყიდო, ჩამოვარდა კიდე ქვემოთ და რას გულისხმობ მე in price, ანუ ფასში კონსტრუქციის შეცვლას. ნახეთ მეგობრებო, ჩვენ აქ გვაქვს აქ არა გვაქვს higher high და higher low-ები, უბრალოდ range გვაქვს და აქ გვაქვს ნახეთ high, low, higher high, ანუ higher high-ს გაკეთება არის უკვე პირველი კონფირმაცია იმის, რომ ტრენდი იცვლება, შეგიძლია გაიღო სარისკო ტრეიდი, რომელსაც ხშირად ვიღებ და ხშირად პოზიტიური არის ხოლმე. შეიძლება ეგრევე აიღო აქ ტრეიდი იმ მიზნით, რომ აქ დააფიქსრო მოგება და აქ დააფიქსრო მოგება, მაგრამ შეგიძლია დაელოდო დუბლ კონფირმაციას, რაც უკვე უფრო ზუსტი, ესე ვთქვათ, ტრეიდი იქნება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს high, გვაქვს low, გვაქვს higher high, higher low, ანუ აქ არ აიღე ტრეიდი, ელოდები higher highs და შემდეგ უკვე აქ higher low-ზე ღებ ტრეიდს. და ანუ კონფირმაციად შეგიძლია მე უკვე საიტს აიღო და უკვე აქ იღებ ხოლმე ტრეიდს და ეს ტრეიდი უფრო კარგი გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ ანუ stop loss-ი უფრო ადვილად არის განსაზღვრელი, ანუ უფრო ადვილად საზღვრავ, უფრო ადვილად შეგიძლია დადო და უფრო მეტი ესე ვთქვათ კონფირმაციებიც გაქვს და ანუ კარგად გამოსვლის უფრო დიდი შანსებიც არის. ამას გულისხმობ ხოლმე მეგობრებო, double კონფირმაციით, ანუ ორმაგი კონფირმაცია გაქვს და უფრო ასე ვთქვათ ზუსტ ტრეიდ შანსი გაქვს იმის, რომ უფრო ზუსტ ტრეიდში იყო. ეს ასე მეგობრებო, თქვენ მეკითხები გაქვთ, აუცილებლად დასვით კომენტარებში და გირჩევთ თუ ხართ ტრეიდერები ან გინდათ განვითარდეთ ტრეიდინგში, შემოხვიდეთ Discord chat-ში, რომელიც აღწერებში იქნება. დასვათ კითხვები, გამიზიაროთ თქვენი ჩარტები და მეც დიდი სიამოვნებით ჩემ აზრს მოვყავდით ხოლმე ყველანაირ ჩარტზე.